სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლების წარგზავნას რას ნიშნავს ახლა ეს წარგზავნა ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ დღესასწაული რომელიც დღესასწაულება აი მაგალითად ეხა ბოლო დღესასწაული ერთი კვირის უკან იყო ჯვართამაღლება მერე ამას ახლავს ხოლმე თავისი წარგზავნა ანუ რაღაცა გარკვეული დღეების განმავლობაში ეს დღესასწაული ესე არ არის რომ თქვა 27-ში აღნიშნეთ და ამით დამთავრდა ყველაფერი ანუ ამ ერთი კვირის განმავლობაში ჯვართამაღლების დღესასწაული იყო შეიძლება ესე ითქვას და ეს ყველაზე კარგად ასახულია ლიტურგიკაში იმიტომ რომ როდესაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, წუხრი, ცისკარი თუ სხვა რაიმე ლოცვა თუ ჟამნები იქნება წასაკითხი, აუცილებლად ჩართულია ჯვართამაღლების რაღაცა საკითხავი. თქვათ, ჟამში შეიძლება ტროპარი იყოს ჯვრისა, წუხში და ცისკარში საკითხავები იყოს ჩართული რაღაცა, რომელიც აი ამ დღესასწაულის შესახებ მოგვითხრობს და განადიდებს აი ამ დღესასწაულს. რაც შეეხება წარგზავნას, წარგზავნა გახლავთ გაცილება აი ამ დღესასწაულისა რომელიც გარეგნულად ესე აღინიშნება როგორც დაინახეთ რომ უდელი სამჯერ შემოუქმევს ჯვარს და საკურთხეველში შეაბრძანებს და იგალობება ტროპარი ჯვრისა. ასე რომ ამ წარგზავნას აღნიშნავს და წარგზავნასთან დაკავშირებით აი ამ დღესასწაულის გაცილებასთან დაკავშირებით ჩვენ წავიკითხეთ სახარება რომელიც შესახებაც მე თქვენთან არაერთგზის მისაუბრია ეს არის სახარება როდესაც მაცხოვარი ბრძანებს ამჯერად მარკოზის სახარება იქნა წაკითხული რომ ვის თუ კი ვინმეს უნებს შემდგომად შემსასვლა ანუ ვისაც უნდა რომ მე შემომიდგეს მან უნდა შეასრულოს რაღაც გარკვეული პირობა და სამი პირობაა მოცემული მან უნდა უარყოს თავისი საკუთარი თავი მან უნდა აღიღოს თავისი ჯვარი და ამის შემდგომ უნდა შეუდგეს ქრისტეს ასე რომ ამის შესახებ ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია მაგრამ მე მინდა დღეს წაკითხოთ ეპისტოლე პავლე მოციქულისა რომელიც წაკითხული იქნა ასევე აი ამ ჯვრის თაყვანისცემ ჯვართამაღლების დღესასწაულის გაცილებასთან დაკავშირებით. ეს არის გალატელთა მიმართ ეპისტოლე, მისი მეორე თავია და მე-16-20 მუხლი მეორე თავისა, რაც დღეს იქნა წაკითხული. თუმცა კი ამ გალატელთა ეპისტოლეს კონკრეტულ სანამ აი ამ მუხლებს 4 მუხლია სულ და მოკლედ გეტყვით ძალიან რაღაც ისტორიული ამბავი მინდა მოგითხროთ ჩვენი ეკლესიის ისტორიიდან მოგითხროთ უბრალოდ ამბავი რა მოხდა მოციქულთა იმ პერიოდში როდესაც პეტრე პავლე მოციქულობდნენ, ქადაგებდნენ, დადიოდნენ და მოაქცევდნენ ხოლმე ამათოებ ქვეყანას. ნუ რაღაცა ესეთი ძალიან თან ადამიანური, ძალიან ესეთი სიყვარულით სავსე ამბავია მინდა გითხრათ, რაც დღეს არის აქ დაწერილი. მართალია შეგონებაა, მაგრამ ამ შეგონებას რაღაცა წინ ახლავდა. ესე არ იყო ეს, რომ პავლეს ადგა და რაღაცა ეხლა წერა მოუნდა და დაწერა არა, საჭიროებამ გამოიწვია, თორე ესე არც ერთი წმინდა მამა არ წერდა სხვათა შორის. უნდა გითხრათ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში არც ერთი შრომა არ არის შექმნილი, რომ ესე ადამიანს რაღაცა მუზა მოუვიდოდა და დაждდებოდა და დაწერდა ესეთი რამ არ ხდებოდა. იმიტომ რომ არ კადრულობდა, განა ამისი ნიჭი არ ქონდა, განა მართლა არ მოსდიოდათ ამისი მუზა და ამისი სიყვარული მართლა არ ქონდათ, მაგრამ ამას არ იკადრებდა არც ერთი წმინდა მამა თავისი სიმდაბლის გამო. რასაკეთებდნენ ისინი იცით ნებისმიერი რაც წამიკითხავს პატრისტიკული ძეგლი ყველას შესავალი ასე იწყება რომ აი შენ რომ მაკურთხე თქვათ ეპისკოპოს წერს შენ რომ მაკურთხე რომ ეს დამეწერა ამიტომაც დავწერე ანუ კურთხევის ქვეშაა ეს დაწერილი ან იძულებულია ვიღაცამ შეკითხვა დაუსვა მაგალითად გრიგოლ ნოსელს ეკითხებიან რომ ერთი ბერის წერს რომ აი სამოღვაწეო სახე მომეციო ვიღაცის დამიწერეო რომ ვის მივბაძო როგორ ვიმოღვაწეო და დააწერს მოსეს ცხოვრების განმარტებას ისევე როგორც ქართულ სინამდვილეშიც აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება როგორ იწყება ხო გახსოვთ იქ წერს ავტორი რომ მე კი არ როგორ გავბედავდი ამის აღწერასო შენ რომ მაკურთხე აბოწმილელის ცხოვრება ყველას ესეთი შესავალი აქვს მაგრამ რაც შეეხება ეპისტოლეებს ესეც ამ მოთხოვნილებიდან გამომდინარე იყო გაჩნდა რაღაცა პრობლემა კორინთოში და მისწერა პავლემ წერილი იმიტომ რომ ვერ ახერხებდა იქ ჩასვლას მაგრამ რომ არ მიეწერა არ შეიძლებოდა ეს წერილი ფაქტიურად პავლეს სიტყვა იყო პავლე რომ ჩასულიყო იგივე სიტყოდა იგივეს მოიმოქმედებდა ასე რომ აი ამ საჭიროების მიხედვით ხდება გალატელთა მიმართ ეპისტოლე მიუხედავად იმისა რომ ყველაზე პატარა შეიძლება ითქვას
ყველაზე პატარა არა, ამაზე პატარა ეპისტოლეც აქვს, მაგრამ ესეთი სულ რაღაც 6 თავია, ესე მახსოვს, პატარა ეპისტოლეთი ითვლება, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდი ეპისტოლეა, ძალიან დიდი სულიერი სიღრმე აქვს და წმინდა მამეთა გადმოცემის მიხედვით ჩვენ ისეთ რამესაც კი წავაწყდებით, რომ რომელთა მიმართ ეპისტოლე, რომელიც ძალიან დიდ საღვთისმეტყველო შინაარს შეიცავს, იმაზე ამბობენ, რომ რომელთა მიმართ ეპისტოლეო გალატელთას ვრცელი ვარიანტია. ანუ უფრო გავრცობილი და რაღაც უფრო განმარტებითი ვარიანტიაო ამ საღვთისმეტყველო კუთხით. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ ისტორიას. ვცდილობ ხოლმე რომ არ გადავერთო სხვა თემებზე, მაგრამ მაინც არ გამომდის. ისტორია მოხდა ესეთი, რომ მოციქულებს მიეცათ კურთხევა, კონკრეტულად პავლე მოციქული გამორჩეული იქნა იმისთვის, რომ წარმართებში უნდა იქადაგოს. მაგრამ მოხდა ესეთი რამ, რომ ებრაელები ამას ვერ ღებულობენ, იმიტომ რომ ებრაელები, რომლებიც ჯულის ქვეშ არიან, მათთვის ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომ ვინც ჯულის ქვეშ არ იმყოფება, იმასთან ერთად საჭმელსაც კი არ ჭამს. ჯულით ეგრძალება. ანუ წარმოიდგინეთ, ვინც აი ამ ცნებებს იცავს, ის არ უნდა დაждდეს ისეთ ადამიანთან საჭმლის საჭმელად, ვინც არ იცავს მცნებებს. ეხლა წარმოიდგინეთ, ესეთი დაპირისპირება აქვთ მათ წარმართებთან და უცბად გაიგებენ, რომ ქრისტიანობა, რომელიც უნდა მიიღონ, ვიღაც ებრაელები ხო ღებულობენ ამ ქრისტიანობას. მოციქულთა იქნებ ბავშვები გაიყვანოთ რა. თორემ მერე ვაზრი. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა მიიღონ ეს და თან ვერ უშვებენ ამას, იმიტომ რომ ჯულის ქვეშ იმყოფებიან და ჯული ამის საშუალებას არ აძლევს. თან მოსწონთ ეს ეხლა ახალი ქადაგება, ცუდი არ არის, რაღაცა შეიწყნარეს, რაღაცა ვერ შეიწყნარეს. მაგრამ პავლეს უშუალოდ მიეცა კურთხევა, რომ უნდა იქადაგოს წარმართებში. და მოხდა ესეთი სასწაული საქმე მოციქულთაში აღწერილი, რომ პეტრე მარტო ეს ბავშვი? ხოდა, ხოვთხოვე გაიყვანეთ მეთქი და რატო არ გახავს შობას? გაიყვანეთ ქალბატონო თუ შეიძლება. გარეთ ითამაშებს. უკაცრავ. ხოდა პეტრე მოციქულზე მოგახსენებდით. მას ჰქონდა ესეთი გამოცხადება, რომ მიხილა ესეთი ტილო, სადაც იყო სხვადასხვა ცხოველი, რომელ ცხოველებსაც არც კი ეხებოდნენ, იმიტომ რომ უწმინდურ ცხოველებად ითვლებოდა და უფლის ხმა, რომ დაკალი და ჭამე, პეტრეს ეუბნება. და პეტრე მე არასოდეს არ შევხებივარო უწმინდურ ცხოველს და უფალი ეუბნება ბრძანება, კურთხევა, დაკალი და ჭამე. და სწორედ აი ამ დროს მოდის პეტრესთან ერთი გამოგზავნილი მონა კორნელიოსისა, მე ძალიან ისე უბრალოდ გიყვებით ამ ამბავს, საინტერესოდ არის აღწერილი საქმე მოციქულთაში და ეუბნება, რომ აი კორნელიოს გამოცხადება ჰქონდა, ილოცა წარმართია ეს კორნელიოსი და შეუნა მოხვიდე და იქადაგო. გამოცხადება ჰქონდა, რომ ამად ამ ადგილას მიდიო და იქ ერთი კაცი დაგხვდებაო, ჩემი წმინდა კაციო და ის მოვა და იქადაგებსო და პეტრე მიხვდა, რომ ეს გამოცხადება ამას ნიშნავდა, რომ წარმართებსაც უნდა უკადაგო. მაგრამ გაჩნდა ახლა დიდი პრობლემები. წარმართებსაც რომ უნდა უკადაგონ, ამ წარმართებს ჯული დაავალონ თუ არ უნდა დაავალონ. აი მაგალითად ებრაელი აუცილებლად წინადაცვეთილი უნდა იყოს. ეს არის პირველი ნაბიჯი იუდეველობაში შესასვლელისა. სანამ შენ აი ამ ცნებების დაცვას დაიწყებ, ისე როგორც ქრისტიანობაში, თუ არ მოინათლე, ისე ვერაფრით ვერ გახდები ეკლესიის წევრი. სხვანაირად ვერცერთ, ესე იგი, საიდუმლოში მონაწილეობას ვერ მიიღებ, ხო მართალია. გამომდინარე აქედან ინათლები, ესევე იყო იუდეველთათვის წინადაცვეთა. აი ეს უნდა დაავალონ ახლა ამ წარმართებს, რომ მათ წინა უნდა დაიცვითონ, მათ თქვათ ეს ჯული ყველაფერი ესე უნდა ასრულონ თუ არ აღასრულონ და ამის გამო გაჩნდა ძალიან დიდი დავა და კამათი. ამის გამო შეიკრიბა პირველი კრება იერუსალიმში. ესეც საქმე მოციქულთაში აღწერილი. ამ კრებას ხელმძღვანელობდა მოციქული იაკობი, რომელიც ხორციელიც მაგახლავთ უფლისა, პირველი ეპისკოპოსი იყო იერუსალიმისა, მონაწილეობდა პეტრე, პავლე და სხვა მოციქულები. და დაადგინეს, მიიღეს ესეთი დადგენილება, რომ ნუ დავავალებთ ამ ადამიანებს რაღაცა იმ ძიმე ტვირთს, რომელსაც ჩვენ თვითონაც ვერ ვასრულებთ, გვიჭირს მისი შესრულება. ასე რომ წარმართი, რომელიც მოექცევა ახლა მას, რომ წინადაცვეთა დაავალო, შეიძლება ვეღარ მიიღოს ეს სარწმუნოებრივად და სარწმუნოებაზეც კი უარი თქვას. ამიტომ დავავალოთ ესეთი რამ, რომ სწამდეს მას ჯვარცმული ქრისტე და მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე, რომ თქვათ ნაკერპავი რაღაცა სხეული
არ მიიღოს ან კერბზე შეწირული კერბთა ყარისმცემლობაში მონაწილეობა და შესაბამისად ნაკერპავი პროდუქტიც არ უნდა მიიღოს და რაღაც ესეთი მარტივი კანონები დავავალოთ, რომ ეს ადამიანები არ დაბრკოლდნენ და მართლაც ესე გადაწყვიტეს, რომ წარმართებს ესე უკადაგო. ეხლა ეს ამხელა ისტორია რატომ დამჭირდა მე რომ მომეყოლა, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მოხდა ესეთი ამბავი. ჩამოვიდა პეტრე მოციქული, პავლეს მოქცეულია, მოკლედ ეს გალატია, ანტიოქიის ეკლესიას ეკუთვნის. მოაქცია პავლე და ბარნაბა არის მასთან ერთად გალატიაში და ჩამოვიდა პეტრე მოციქულის სტუმრად და ძალიან გაიხარა. რონახა მოქცეული ეკლესია, რონახა ქრისტიანები, რომლებიც ლოცულობენ და კარგად ცხოვრობენ და მათთან ერთად ზის, ტრაპეზობს, მათთან ერთად უხარია, მათთან ერთად ლოცულობს. და უსმად ჩამოდიან იერუსალიმიდან მორწმუნე ებრაელები, ახალ მოქცეული ქრისტიანი მორწმუნე ებრაელები, იაკობის მორჩილები, შეიძლება ესე ითქვას, და პეტრე მომენტალურად დაანება თავი წარმართებთან ერთად ლოცვას და ჭამას. და ამაზე ძალიან გაბრაზდა პავლე. და დაწერა ეს წერილი. მეორე თავი აქვს ამას მთლიანად მიძღვნილი, მოკლედ თუ რას წერს ჩვენ ახლა რაც უნდა წავიკითხოთ, ის სხვა მუხლებია, რა შეგონებას იძლევა, მაგრამ კონკრეტულად პეტრეს მიმართავს, მაგრამ სინამდვილეში პეტრეს კი არ უბრაზდება, არამედ უბრაზდება იმ მორწმუნეებს, რომლებმაც ვერ გააცნობიერეს რა არის რჯული და რა არის სარწმუნოება. თუმცა კი იქამდე ამბობს, რომ ისე გამაბრაზაო მართლა თვალთმაქცობამო, ასე რომ თვით ბარნაბაც კი ჩაითრიეს ამ საქმეში. პეტრეს აყვა ბარნაბაც, პავლესთან ერთად იყო წარმოედგინეთ და დაინახა რომ პეტრე ახლა გვერდზე დადგა, იმაც დასანახად თან იერუსალიმიდან ჩამოსული ებრაელების დასანახად პეტრემ წარმართებთან ერთად ამ ჭამას თავი დაანება, ლოცვას თავი დაანება და ცალკე გავიდნენ და ცალკე ლოცულობენ და ბარნაბაც კი ჩაითრიესო და რომ ვიხილე რომ წფელი გზით არ მიდიოდნენ სახარებული ჭეშმარიტებისკენო, ყველას წინა შეუთხარი პეტრეს, თუ კი შენ იუდეველი წარმართულად ცხოვრობო და არა იუდეურათო, რატომღა აიძულებ წარმართებს, რომ იუდეველობდნენო. და ამის შემდგომ წერს უკვე იმ ეპისტოლეს, უბრალოდ კი არ წერს, ეს დაწერილია, რა დღეს ჩვენ წავიკითხეთ, ამის შესახებ მინდა გითხრათ. და რა კი ვიცით, რომ რჯულის საქმეთაგან როდი გამართლდება კაცი, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა ქრისტეს რწმენით გავმართლდეთ და არა რჯულის საქმით, ვინაიდან რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერც ერთი ხორციელი. რჯულის საქმით რომ გამართლება შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ ქრისტე საჭირო აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ რჯული უკვე არსებობდა, მაგრამ რჯულით ვერ მართლდებოდნენ ადამიანები. რჯული იყო მათთვის ზნეობის მოსაწესრიგებელი საშუალება, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ცოდვა მათში მაინც ცოდვად რჩებოდა, იმიტომ რომ რჯულით აწესრიგებდი, რჯული რას ითხოვდა, მაგალითად ის რომ წინადაცვითილი ყოფილიყო, მაგალითად მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობა მიიღო, მაგალითად არ უნდა ემრუშა და კაცი არ უნდა მოეკლა, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნული მოქმედებაა, ხო მართალია, მაგრამ შენ შიგნით რა ხდება? იქნება ვიღაცის ქშურს, ეს ხომ ცოდვა. და აი ამ შურს როგორ არეგულირებს ეს ჯული? ვერ არეგულირებს, იმიტომ რომ გარეგნულად შენ ამას ყველაფერს ასრულებ, მართლაც რეალურად ხედავ რომ კი ბატონო მოხვედი, წინადაცვეთილია კაცი, თქვა მსხვერპლს წირავს, კაცს არ კლავს, არ მრუშობს, ცილს არ წამებს, ყველა ამ ცნებას ასრულებს, რომელიც უპირველესი მოთხოვნაა ჯულის მიხედვით, მაგრამ შინაგან სამყაროს მისას ვერ აწესრიგებს. ვერანაირად ვერ აწესრიგებს მის შინაგან სამყაროს. აქედან გამომდინარე, ამბობს რომ რჯულით შეუძლებელია რომ ადამიანის ცხონდეს. რჯულის ქვეშ მყოფი ადამიანები შეუძლებელია რომ გამართლდნენ. რას ნიშნავს სიტყვა გამართლება? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქ თითოეულ სიტყვას ხანდახან ისე წავიკითხავთ, რომ მნიშვნელობას არ მივანიჭებ. გამართლება ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი რომ წარმოიდგინოთ ეხლა, თუ კი მართალი ხარ ისედაც მოსამართლე გაგამართლებს თუ არ გაგამართლებს, დიდი მნიშვნელობა ამას აღარ აქვს. შენ ხო იცი რომ მართალი ხარ. მაგრამ მტყვანი რო ხარ და რო გაგამართლებს, რო იტყვის რომ მართალია ეს კაციო, ამისთვის მას რაღაცა მიზეზი ხო უნდა მიეცეს რომ თქვას. ნუ ეხლა ვიღაცამ შეიძლება უკანონობა იკადროს და ფულით ათქმევინოს ეს და ქრთამის საშუალებით ათქმევინოს, მაგრამ აი აქ სხვა რამ მოხდა. აი აქ ჩვენ გავმართლდით ქრისტეს სარწმუნობით, იცით როგორ? რომ ჩვენი დანაშაულის გამო ქრისტემ გამოსყიდვა ჩვენ მოგცა
ჩვენი დანაშაული გამოისყიდა მან ჯვარცმით, იმიტომ რომ თვითონ უცოდველი იყო და ჩვენ ცოდვილთათვის ჯვარსებდა. მიხვდით? ამიტომ ქრისტეს სარწმუნოებითაა გამოხსნა და არა რჯულით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მოკლედ რომ გავიმეორო, რჯულის ქვეშ მყოფი ადამიანი იწესრიგებს მხოლოდ გარეგნულ საქციელს, მაგრამ შინაგანი მისი არ არის მოწესრიგებული. რწმენით მოწესრიგებული, როდესაც ქრისტეს იმწამს, ეს უკვე ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მე რჯულსაც ვიცავ, იმიტომ რომ ქრისტე რჯულის წინააღმდეგი კი არ არის. უბრალოდ ამბობს იმას, რომ რჯულის ქვეშ მყოფობას აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ გამოსყიდვა სისხლით მოხდა. ქრისტემ გამოგვიხსნა და თუ ეს გწამს, უკვე რჯული აღარ გჭირდება. თუ ამისი გწამს და გჯერა და გიყვარს ქრისტე, უკვე შენშია ქრისტე და რჯულს თავისთავად აღასრულებ. ამაზეა ლაპარაკი და ამას ამბობს პავლე. რომ რჯულის საქმით ვერ გამართლდება ვერც ერთი ხორციელი. ხოლო თუ ვეძებთ გამართლებას ქრისტეს მიერ და თვითონ კი ვცოდავთ, ნუ თუ ქრისტე ცოდვის მსახურია, ღმერთმა უკნასო. ნახეთ რას ეუბნება, პეტრეს ეუბნება ამ სიტყვებს, რომ თუ ვეძებთ გამართლებას ქრისტეს მიერ, ანუ რჯული დავტოვეთ, მივატოვეთ ეს რჯული, იმიტომ რომ ვიწამეთ ქრისტე. მაგრამ თვითონ კი ვცოდავთ. ჩვენ თვითონ ვცოდავთ, რა იყო ეს შეცოდება, იცით რომ ეკლესიაში გახლეჩვა დაიწყო. პეტრეს რატომ მოუნდა ეს აქციელი რომ გაეკეთებინა, რომ მოშორდა ამ წარმართებს იმათ დანახვაზე? კი არ შეეშინდა, იმათი კი არ შეეშინა. პეტრეს აღარაფრის აღარ ეშინოდა. სულიწმიდის მოფენის შემდეგ გამოვიდა და ისეთ ადამიანებთან იქადაგა, რომლებიც გაავებულები სასიკვდილოდ დაეძებდნენ მას და იქადაგა და მოაქცია ეს ადამიანი. შიში აღარ ქონდა. მას ქონდა განსაკუთრებული განცდა, სიფრთხილე ქონდა, რომ არ დაებრკოლებინა ვინმე. და პავლე ეუბნება, პირიქით არის. შენ თუ ამბობ, რომ რჯული აღარ არის საჭირო და ქრისტეს სარწმუნოებით გავმართლდები, ეხლა ისევე რჯულს უბრუნდებიო. როდესაც ის ებრაელები დაინახე და მათთან დაბრუნდი და მათ დასანახად წარმართებთან ერთად საჭმელს აღარჭამ, აღმოჩნდა, რომ შენ ისევე იმას უბრუნდები. და თუკი ეს ცოდვა, იმიტომ რომ რჯულის ქვეშ მყოფი ადამიანი ცოდვაშია და ქრისტეს სარწმუნოებაში მყოფი ადამიანი ცოდვაში აღარ არის, იმიტომ რომ ცოდისგან გამოსყიდულია. და თუკი შენ ამას უბრუნდები და ცოდავ, ნუ თუ ქრისტე ცოდვის მსახური იქნებ. ანუ თუ ქრისტეს სარწმუნოება შენ არ გაგამართლებს, მაშინ ტყუილი ყოფილა ქრისტეს შეწირულობა და ქრისტე ცოდვა ჩაუდენია, როდესაც ჩვენ რჯულს მოგვაშორა. მიხვდით? და ქრისტე გამოდის ცოდვის მსახური მაშინ, რომ მოგვაშორა რჯულს, რომელიც თურმე ჩვენი გადამრჩენელი იყო და წაგვიყვანა თავის სარწმუნოებისკენ. ამ დროს პირიქითაა, სარწმუნოება გადამრჩენელი და არა რჯული. ასე რომ ქრისტე ცოდვის მსახური გამოდის იმ შემთხვევაში, თუ კი რჯულს დაუბრუნდებიო, პავლეს წერს. რადგან თუ კვლავ ვაგებ იმას, რაც დავანგრიე, ხომ შენ ცოდებ ვავლენ ჩემს თავსო. ეს ხომ იგივე გამოდის, ახლა შენობა, რომელსაც ხედავ აშენებულს დაანგრევ მას და ზუსტად იგივეს ააშენებ, აზრი მითხარით. ანუ რჯულიდან გამოვედი, ახლა ისევ რჯულს უნდა დავანგრიე რაღაც და თავიდან ვაშენებ. აზრი ეკარგება ამას ყველაფერს. ვინაიდან მე რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, რათა ვცოცხლობდე ღმერთისთვის. რჯულით მოვკვდი რჯულისათვის ნიშნავს იმას, რომ პავლე რჯულისთვის მართლაც მოვკვდა. პავლე იყო პირველი რჯულის დამცველი. პავლე იყო ადამიანი, რომელიც აი ამ რჯულის დაცვისათვის ადამიანებს იჭერდა, ციხეში სვავდა და ქვით ჩაქოლვაშიც კი იღებულობდა მონაწილეობას, იმდენად ესე იგი მოშურნე იყო ეს ადამიანი რჯულის დაცვისა. მაგრამ რჯულით მოვკვდი რჯულისათვის ნიშნავს იმას, რომ მიხვდა ეს ადამიანი, რომ მისთვის რჯული გადამრჩენელი აღარ არის და მოშორდა ამ რჯულს და შევიდა ქრისტეს სარწმუნოებაში. ანუ ქრისტეს მიერ გამოხსნის სარწმუნოებაში შევიდა. ამიტომ რჯულით მოვკვდი რჯულისათვის, როდესაც ის ამბობს, დაახლოებით შეიძლება ესე წარმოვიდგინოთ ჩვენ, რომ აი მაგალითად ირანში არის ესეთი კანონი, რომ ჩადრით უნდა იაროს ყველა ქალმა და ის ქალი რომ ჩამოვიდეს ახლა საქართველოში დაიწყოს ცხოვრება, იმ კანონისთვის მკვდარია ეს ქალი. და ის კანონიც მკვდარია ამ ქალისთვის, ხო მართალია? იმიტომ რომ აქ ეს კანონი აღარ მოქმედებს და თუ ეს ქალიც არ აღიარებს იმ კანონს, აქ რო ჩამოვა საქართველოში, იმ კანონისთვისაც მკვდარი იქნება ეს ქალი და ამ ქალისთვისაც ის კანონი მკვდარი იქნება, იმიტომ რომ არის მოქმედებს და რაც არ მოქმედებს, მოგეხსენებათ მკვდარია. სწორედ ესე იყო პავლე. რჯულით მოქმედებდა, მაგრამ როგორც კი გამოვიდა რჯულიდან, მაშინვე მოკვდა აი ამ რჯულისათვის. ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს და მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ხოლო აც ხორციელად ცოცხლობ.
ცოცხლობ რწმენით ღვთისძის მიმართ, რომელმაც შემიყვარა მე და თავითვისი მისცა ჩემთვის. ეს გახლავთ ის ბოლო მუხლი, რასაც პავლე წერს და ძალიან საინტერესოა. ნახეთ, ქრისტესთან ერთად ვეცვი ჯვარს. ეს არის იმ ყოველდღიურ ჯვარცმაზე ლაპარაკი, როდესაც ადამიანი ქრისტიანი გახდება, ეს არის მისთვის ქრისტეს ცხოვრების გამეორება. იმიტომ რომ ნათლობით ხდება დაფლა, აი ქრისტესთან ერთად უნდა მოკვდეს და წყალში ჩასვლა სწორედ ამას განასახიერებს. წყალში შთაფლა სწორედ ამას განასახიერებს, რომ ქრისტესთან ერთად კვდება ადამიანი, მასთან ერთად ჯვარს ეცმება და მასთან ერთად აღდგება, როდესაც ამოდის აი ამ წყლიდან და სწორედ ამას გულისხმობს პავლე, რომ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცვი, თუმცა კი ეს ჯვარცმა არ არის რაღაცა ერთჯერადი მოვლენა, არამედ გამუდმებული გამეორებაა ეს ქრისტეს ცხოვრებისა, იმიტომ რომ ყოველი ქრისტიანი ქრისტეს ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს და შესაბამისად ნახე როგორ გრძელდება. მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. აღარ ვცოცხლობ რას ნიშნავს? ხა განა პავლე ცოცხალი აღარ არის. ცოცხალია, მაგრამ იმდენად არის აი ამ სარწმუნოებით ეს ადამიანი ავსებული და ანთებული, იმდენად არის მისი სული, სულიერ სამყაროზე აქ ლაპარაკი, მისი სულიერი სამყარო დამარჩილებული ქრისტეს სამყაროს, უბრალოდ იმდენად თანხმობაშია ქრისტეს სამყაროსთან, რომ პავლეს უკვე თავისი ნებასურვილი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არ გააჩნია ცუდი სიტყვა, გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ შეთანხმებულია ეს ყველაფერი ქრისტესთან. ანუ მისი ცხოვრების წესია ესეთი. პავლე ესე ცხოვრობს უკვე. თავის თავი ამ მაგალითად იმიტომ დასახა, რომ ნამდვილად ესეა. განა პავლეს ჩვეულებრივი ადამიანის სურვილები არ ამოძრავებდა და რაიმე არ უნდებოდა, რაც ადამიანებს შეიძლება მოუნდეთ. რაღაცა თქვა. მაგრამ რაც სასარგებლო არ არის ქრისტესთვის, რასაც ქრისტე არ იმდომებდა, პავლესაც აღარ უნდება. იმდენად თანხმობაშია. თქვენ ხშირად გაგიგიათ ალბათ პატრიარქის გადაგებებს, თუ უსმენთ, პატრიარქი თითქმის ყოველ გადაგებაში ახსენებს სიტყვა სინერგიას. სწორედ ეს არის სინერგია, რასაც აქ პავლე წერს. სინერგიის მოკლე განმარტება ეს, რომ მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. როდესაც აბსოლუტური ჰარმონია, აბსოლუტური თანხმობაა, რომ ნათლობის შემდგომ შენში შემოსული ქრისტე აბსოლუტური ცოცხალი განცდა გაქვს, რომ ქრისტე შენშია და მასთან თანხმობაშია ყველა შენი მოქმედება, მასთან თანხმობაშია ყველა შენი მოთხოვნილება და შენი მომავალი ცხოვრება. ხოლო აც ხორციელად ცოცხლობ რწმენით, ხორციელად ცოცხლობ ამას ამბობს, ცოცხლობ რწმენით ღვთისძის მიმართ, იესო ქრისტეს მიმართ არის მისი ცხოვრება, რომელმაც შემიყვარა მე და თავითვისი მისცა ჩემთვის. და აქ კიდევ ერთხელ გამახვილებული აქვს ყურადღება ამაზე, რომ თავითვისი მისცა ჩვენთვის, ეს არის სწორედ ის გამოხსნა, ეს არის სწორედ ის სარწმუნოების მარცვალი, რომლითაც ხდება ჩვენი გამოხსნა. ისევე როგორც რაღაც ესეთი მაგალითი წავიკითხე ერთხელ წმინდა მამებთან, ესეთ რამეს წერდნენ, რომ აი წარმოედგინეთ, რომ იყოსო ესეთი ქალაქი, რომ ერთი ადამიანის ვალი კონდეს მთელ აი ამ ქალაქს და ვერ იხდიდნენ აი ამ ვალს. ვერ აგროვებენ იმდენ ფულს, იმდენ თანხას, რაც ამ ადამიანისა მართებთ. და გამოჩნდა ვიღაცა ადამიანი, რომელმაც მთელი მათი ვალი გაისტუმრა. და უთხრა, რომ მოგეშინიათ, თქვენ მე ვისტუმრებ თქვენს, ჩემი არაფერი არ გმართებთ. მე გაძლევთ ამ თქვენ წერილს, რომ ჩემი არაფერი არ გმართებს, მე ვისტუმრებ თქვენს ვალს. აი სწორედ ამაზეა ლაპარაკი. თუ კი ამას ნახავ შენი თვალით. პავლემ ეს განიცადა სწორედ, ეს ნახა, რომ ქრისტემ ეს გააკეთა, მან გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ვალი და აი ამ განცდას გადმოსცემს სწორედ გალატელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ აი ამ უხლებში, რომ მან ეს განიცადა, რომ ქრისტემ მთელი ეს ვალი გამოისყიდა ჩვენთვის, არა იმიტომ, რომ ჩვენ ხოლ გავხდარიყავით მისი მოვალენი, არამედ ჩვენ ავსებულიყავით იმ სიყვარულით და იმ სარწმუნოებით, რომ ეს არის კაცი ჩვენი გამომსყიდველი, ღმერთ კაცი ჩვენი გამომსყიდველი, რომელმაც ჩვენ ცათა სასუფეველში დაგვაბრუნა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ ჩვენთან არს ღმერთი.